ევროპა აგორა და ლოგოსი 20 წუთიანი წასაკითხი ტექსტი. მინდა ვისაუბრო არა აეროკავშირზე, არა პოლიტიკურ პარტიებზე და არც რომელიმე იდეოლოგიაზე. მინდა ვისაუბრო ერთ უფრო ძველ და უფრო რთულ საკითხზე. რა არის ევროპა, ბოშო? ამ კითხოს ჩვეულებრივ ასე პასუხობენ. ევროპა არის ფული, შემოსავალი. ევროპა მინდა იმიტომ რომ მქონდეს შემოსავალი, კარგი ფულია, კარგი სახლებია, პიცა არის, აქანა არის ქვასავი, გაგვაეული ჭადი. არდი და ჭადი. ამ კითხოს ჩვეულებრივ ასე პასუხობენ. ევროპა არის კონტინენტი, ქრისტიანული ცივილიზაცია, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, საბაზრო ეკონომიკა. ამ პასუხებში ბევრი სიმართლეა, მაგრამ გონია რომ ისინი უფრო შედეგებს აღწერენ ვიდრე მიზეზებს. აი აქ არის ლაპარაკი ფასეულობებს. მე მგონია რომ ევროპა პირველ რიგში არც გეოგრაფია, არც ინსტიტუტი. ევროპა არის გონების განსაკუთრებული მდგომარეობა, მენტალიტეტი ვთქვათ, მე უწოდებ გონწყობას. ახლა გვაქვს სიტყვა განწყობა, გან სხვა რაღაცა არ უნდა გონწყობა, ახლა გვაქვს სიტყვა მტვერ სასრუტი, პილასოს, ამიტომ შეიძლება ორი სიტყვისგან შევადგინოთ კომპოზიტური და შემდეგ ის გახდეს ერთი სიტყვა. ფილოლოგებო ყველა ქვეყნისა გაექანეთ. შანიძის საფლავისკენ და ემთხვიეთ მის გვას. მე მგონია რომ ევროპა პირველ რიგში არც გეოგრაფია, არც ინსტიტუტი. ევროპა არის გონების განსაკუთრებული მდგომარეობა, გონწყობას უწოდებ მე. ნოოტროპია, mindset. Уморасположение, умостроение შეიძლება იყოს. უფრო ზუსტად მუდმივი ძალისხმევა, რომ ადამიანის საკუთარი აზრი საჯაროდ გამოსადოს, სხვისი კრიტიკა მოისმინოს და სიმართლის ძიება პირად ინტერესზე მაღლა დაგინოს. ჭეშმარიტება პლატონზე მაღალია, სამშობლოზე მეტად, ზემოთ არის ჭეშმარიტება. ეს მოგხსენებათ კანტისაც არის, რა არის განმანათლებლობა იქ წერია. ამიტომ ევროპა არ იწყება ბრიუსელში, ევროპა იწყება იქ, სადაც ადამიანი ამბობს, შეიძლება ვცდებოდე, მოდი ერთად ვფიქროთ. ეხლა მეგობრებო, იქ რომ არის ესეთი ვაზრუნებ, ესე იგი ვარსებობ, დეკარტეს, იქ არის ვეჭვობ, ეგლა ყუყმან, აი, ასე ვთქვათ, ვეჭვობ, ყუყმანობ, ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. მაშასადავე ვარსებობ. ესე იგი, ეს არის, რომ ყუყმანობ, ვეჭვობ, ვაზროვნებ და ეს მე საჯაროდ რო გამოგვაქვს ამას ქვია აგორა. ძველ ბერძნებს ამისთვის ერთი სიტყვა ჰქონდათ, აგორა. პუპაზრე. აგორა მხოლოდ ბაზარი არ იყო. დღეს აგორა ეს არის აგორაზო, ბერძნულად არის ყიდულობ რაღაცას, აგორაზო. ესე იგი ბაზარის რაღაცა ცენტრალს მინდიხა, პასარი ესე არის აგორაზო. აგორა საათ შეიკრიბება ხალხი. და მიდის აზრთა გაცვლა გამოსვლა, როგორც მაგალითად ძველ თხა ვიყიდე და გავცვალე ჭოხაში. ჭოხა ვიყიდე და გავცვალე იმაში, რაღაცაში, ჭოხაში. თხა ვიყიდე, თხა გავყიდე. ახლა ცვლიდან ხო ეს პირველად სამფული არ იყო, ეხაც გაცვლა გამოსვლა არის ხო მაგალითად რაჭაში იყო, რომ მაჩერა იყო ფქვილი მოქონდათ ტომრებით. და აქიდან აძლევდნენ ღვინოს. 90-იან წლებშიც კი იყო. ასე იქიდან კვაისადან და იქიდან მოგეთ ოსეთიდან შემოქონდა ფქვილი რაჭაში და რაჭოლები აძლევდნენ ღვინოს. ან აქიდან მიკონდათ ღორი, ღვინო, რაღაცა და იქიდან ყიდულობდნენ წამალს. იჭერდნენ ესე. ხო და აგორა მხოლოდ ბაზარი არ იყო, იგი იყო ადგილი, სადაც ადამიანები კამათობდნენ, მსჯელობდნენ, დავობდნენ.
არწმუნებდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს. იქ იდეები არ შედიოდნენ როგორც დასრულებული პროდუქტები, ისინი სწორედ იქ ქმნებოდნენ. ეს მამარდაშვილს ვიმეორებ ახლა მე აქ, ხო? ნახევრად მოხარშული, ნახევრად უმი პროდუქტი, ნახეთ დაუსრულებელი აზრები მიდის იქა და არ უნდა გეშინოდეს ამის ეს. ესე იგი ქრისტე იმიტომ განგაცდა და იმიტომ აიყო ადამიანების წოდვა, რომ შენ აღარ უნდა გეშინოდეს ცდომის, ცოდვის აღარ უნდა გეშინოდეს. და ცოდვის შიშით დაახლოებით რა, გლის შიშით ცხვარების გაუწყვეტი ეს პონტია რა. შენ რო შეგეშალოს, აი დოგმა შეგეშალოს და აღარ გაშინებენ ეს. ესენი სწორედ ეს ქრისტიანობის მამარდიშვილ ქრისტიანობის გაგების საწინააღმდეგოა, რომელსაც მე დოგმაზე მსჯელობ, მაგას გრიგორი ღვთისმეტყველიც ამბობს რა. იმსჯელე სამებაზე, იმსჯელე რაც გინდა, იმსჯელე რაღაცაზე. შეცდომა არ არის საშიში. იმსჯელე. თუმცა მსჯელობისას გინდება შემდეგ რაღაცა გამოდის, რომელიც არჩენიც არც იმანიცით ერთად. ამ შემთხვევაში ამას უწოდებენ ეხლა თანამედროვე ქიმია და სულ მომყავს ამის შედეგად, აი ქართული სიმღერაა ეგეთი, ხო, რაღაცა ერთი ტიპი რაღაც ჯაზი რა, მეორე რაღაცა და რაღაცა სიმღერა გამოაქვს და ბოლოს იმდენი ვარიაციებია ამ სიმღერების, რომ ახალგაზრდებს მაგალითად ამას რომ შეუძლებელია ერთი და იგივე სიმღერა შეიძლება რომელსაც ერთი აშკარად ერთი ფუძე აქვს და ერთი მელოდია და ერთი ყველაფერი გურული სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვანაირად იმღერება იმდენად, იმიტომ რომ ყოველდღიური იმპროვიზაცია და აი მე სულ ლედ ზეპელინი მომყავს ხოლმე მაგალითად არ ვიცი ამას როდის ვფიქრობდი, ამაზე ერთი პერიოდი ვფიქრობდი და რაღაცებს ვკითხულობდი ამის შესახებ. ეხლა უნდა მივიღოთ როგორც დამზარეული აზრი და მე არ გამოხდეს რაღაცა საიდან რაღაც რომ რაღაც ზიზულეცე დაждეთ ვილაპარაკო ბებია შენიზა. მე გელაპარაკო მინდოდა მაღაზე ლაპარაკე, მაშინ არ ლაპარაკობდი. ეხლა დავბრუნდე უკან და ზიზულასის ნაწარმოები, რამის მეუბნება, გამოგიჭერო რა. ზემეუნე დავშდე წარმოგიდგენიათ ეხლა და ურლა დავიღო ზიზულასის ციგნები. თუ კონტექსტი და ისინი ხო აღარ მახსოვს. მე ვიცი რა აზრი გამოვიტანო და ჩამოყალიბე და აზრი ხო? ფორმულა გაქვს რა მაგალითად რაღაცა. F-ი უდრის M-ს ხო? მინუტონის ამიტომ ყველა არგუმენტაცია ხელახლა გეუბნები ფორმულა და მეტიც მანქანას გაძრე და ჩაასხი ბენზინი არა რა თუ არ გინდა თავში გვაგიხვია. ახლა მამიხსენია იქ ვინტი რო ეჭირება იქ. ოკეი, რა ზადი რა მე მექანიკთან. ჩემთან რა გინდა. ხო და რაღაცას გინდა გაჩვენეთ ხა ამ კარგი აი ყურე ნახე გაჩვენებთ ყურე ეს ჩემი აზრი კი არ არის მეგობრებო ეს რო უთხარი მე ვინც ზიზუალზე მეკამათა მე ეხა ეპიკურელები ერთობი ხომე რა აი ეპიკურელებზე მაქვს აქ რაღაცა და აი გაჩვენებთ რა ეს არის როგორ ქვია ამას ვერ ვამბობ ლუკრეციუსი თუ რაღაცა ხმეცა აჰა ზუსტად გეტყვით რა ლუკრეციუსი ხო სწორად მეთქვა ლუკრეციუსი ეს არის პირველი საუკუნე ქრისტემდე ეპიკურელი ფილოსოფოსია და იგი ამბობს რომ რომ ისო რა ქვია რომ ეპიკურეს ნოჩო ლათინურად და პოემაა დაწერილი რა. პოემებს წერდნენ, ფილოსოფიურ პოემებს წერდნენ. მოვიდნენ ქრისტიანები და გადაწყვეს გადაუბედურე, განადურეს. ყველაფერი ქრისტიანები თვითონ რა დაწერეს ერთი ფილოსოფიური რა დანტე არ გაჩნდა. რა დაწერეს. ერთი კოზმამაემ რაღაცა კონტაქტებს წერდა და ისიც კი მიათხრიშეს და დაკარგეს ქრისტიანები. ისიც კი არ მოეწონა და მე გადავიდნენ ბერების ვაი ცუდი ვარ, შეკარგი ხარ კვერტო, მე ცუდი ვარ, ვაი და თავში იმდენი უნდა ეთქვა ხელები რომ გამოლაყდეს twini რა და მე სიზმარელეს გერეუდეს ერთმანეთში. ხო და ეს თვალეჯურის მგონიათ რომ მე ვიგონებდი სირიელებს ქონდათ ეგეთი რაღაცა თავს უთყავდნენ ჯვარს. ჯვარი ქონდათ ის ხატები არ ვიყ მაშინ და ჯვარი და უთყავდნენ თავს რომ სწორედ იმაში შედიხარ რა. დღეს ებრაელები რო დადგებიან რეალურად უთყავდნენ თავს ჯვარს რომ აი ეს გამოეწვიეთ აი ეს ძილბურანული დიზი ესე თავბრუსხვევს კი არა ნუ რაღაც ესე ძილბურანული მდგომარეობა რომელიც ეხლა მე ავტობუსისას განვიცადე პრედლიზონელის და 1000 რაღაცა უბედურების როდესაც ძილბურანში ხარ და შენ ქვეცმობილი ცალკე ამოდის შენ ცმობილი ცალკე მოდის და მიდის ჯახი მათ შორის და ახლა უყურე
რას წერს იმასთან დაკავშირებით მე რომ ვიძახი რომ მე რაღაცას ვამბობ ეს ჩემი შრომის ნაყოფია გესმის და ეხლა მე წამოვიდენ და ხელახლა გამოვიარო თქვენთან არითმეტიკიდან და მივიდე უმაღლეს მათემატიკამდე ეგრე არ გამოვაძმებო რა ანუ ეგ ცოტა პატივი უნდა საკუთარ თავსაც და ადამიანსაც რა და თუ ჯერ კიდევ იმ ადამიანს ართულია ავტორიტეტად და მისი აზრი შენთვის არ არის ანგარიში გასაწევი და გინდა ის გამოიჭირო საჯარო ჩახადო და იხმარო ხო რასაც მიპირებდა ეს გიორგი მაგის გაკეთებას ხო არ უნდა აკადრო არ უნდა იკადრო შენს რა არც უნდა აკადრო იმადა არ გინდა ძმა ნუ გინდა რა ოკეი მე შეისამბოს მე ამას ვამბობ რა ხა ტატამზე გამომიწვია ბიჭმა რა უზრდელობა რა ბოლო და უპატიოცემო აი ხა თავის მე არ გეუბნები მე ეს უთხარი მანამდე მაგრამ მე ხა აი აგერ არის ტექსტი ეს რო წერს თავის მეგობრს და ყოველი მხრიდან ესე ნუ სიცარიელეს ამტკიცებს ესე იგი არის ფილოსოფიური არსებობს თუ არა სიცარიელე თავისთავად რა როგორც ასეთი არისტოტელესთვის არსებობს ზოგისთვის არსებობს სტოელებისთვის არსებობს იმისთვის არსებობს მოგედა სიცარიელე თავის დემოკრიტეს და ატომის თეორიაში სიცარიელე თავისთავად არსებობს რა ეს რეალურად ეს აბსურდი რაღაცა თუ ფილოსოფიურად დავუკვირდებით მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კონტექსტში განიხილავ, მაშინ აი თუ შენ ატომისტურ თეორიაზე ლაპარაკობ, ხო, მაშინ კი სიცარიელე უნდა იყოს ეს წყვილში მოდის რა, არის სიმკვრივე და პატარა ელემენტი და პატარა ელემენტი ჭირდება სივრცე. ეს წყვილში განიხილავ. ამიტომ ლაპარაკი რომ აუ შესულელი ხა სიცარიელე არსებობს, ეგრე არ არის. ეს ადამიანი ამას რომ სიცარიელე ესე. მეორე დღეს ვიცით რომ სიცარიელე რეალურად არ არის. ხო მათემატიკა რო იმ სივრცის გამრუდევები ხდება და ის სიცარიელეც კი რაღაც ენერგიით არის ასე სუცარიელი სამყარო არ ვიცით ჩვენ სული სიცარიელე სული არ არა როგორც ასეთი ეს არ არის ჩვენთვის არ არსებობს ეს ტოელებთან მე ძალიან კარგად არის გაკეთებული და თამჩუნა სიცარიელეზე შევსინე ლაპარაკობენ მაგრამ ისინი ლაპარაკობენ სამყარო რომელიც არის სფერო და აქ საზღვარი და ის საზღვარი არის ინკორპორეალი ესე იგი საზღვარი არსად არ არის რა და ყოველთვის დგინდება საზღვარი და აი საზღვრის იქით უკვე არ არა მაგრამ ის აბსოლუტური არ არა საერთოდ ისეთი არა ეს არის შავი ხვრელი რომელშიც არც გაიგება არც ვიცით არც არაფერი ნუ აზრი არ აქვს იმაზე ფიქსი ხო და აი ხა რას ეს უკეცივსი და ყოველი მხრიდან ხომ სიმკვრივე აუსებს თეულს ქართულს პოეტურად აქვს თანთარგმნეს სიცარიელეს კი არა სიცარიელე კვლავ შანიძის მოტრფე ფილოლოგება გაექანეთ და ემთხვიეთ და ყოველი მხრიდან რომ სიმკვრივე არ ავსებს თეულს სიცარიელე ყოველ საგანს მოეპოვება ამის შეგნება ბევრ საქმეში გამოგადგება და ხელს არ მიყოფ უნაყოფო კვლევაძიებას არს და ბუნების ჩემგან თქმულით დაეჭვებული ამად გვჭირდება ვაღიაროთ სიცარიელე ხომ უიმისოდ მოძრაობას ვერ შეიძლებდა საგანი სულად რადგან იგი რაც მას შეჰფერის წინააღმდეგობა ვერ დათმობა მარად ბორკილად შეიქმნებოდა ვერც რა წინსვლას ვეღარ შეძლებდა აქაც არის ესეთი ეს როგორ აქ ამდენი უწოდ 15 წელი და თარგმნა ეგ როგორ წერდნენ რა ისინი რომ ესე ეს ხმამაღლა ეკითხე მე ხა ხმადავდო რომ ამას ჩუმად რო ვკითხულობ კი ეს რიტმოს კი ვერ გძნო ეხა ხმამაღლა რო წავეკითხე ეხა ვიგზენი რიტმა თვითონ წერს რომ რიტმა მაქვსო იქ თავში მაგრამ ნუ მე არ დავინტერესოა მაგით. და აქ არის მაგალითად სიტყვა ეგეთი თვალწინდა თვინი სიცარიელის არ იქნებოდა რამ ნასახი მოძრაობისა ვერც აოდეს მე საიდანმე შეიქმნებოდა და მატერია დარჩებოდა მყარ შენიფთული. ეხლა წარმოგიდგენიათ მე რომ გავსი სიტყვა თქვა ან თქვენ რო თქვა თქონდა ფილოლოგიის წინაშე რა დაემართება. ვადი ვიჯუ და აბსოლუტურად წერტის მე აბსოლუტურად რაღაცა დაგიწყეს. ლეონ ბერძელიშვილი.
ყარშენიფთული აუედრობა ხო თქო სიტყვა არა მშვენიერია ხო შენიფთული მე შენიფთიერებულს და იმას ხო არა და ხა არ ვიცი რა სიტყვა არის ლათინური ამ ბერძნული იყოს კიდევ ვივარაუდებდი მაგრამ ყარ შენიფთული შენიფთება უგენიშნებს შემკრივებას შეკრებას რატო ამბობს ამას მყარად შეკრული ატომები შენიფთდება იმიტომ ატომები ამისთვის ეს ეპიკურელები ატომისტები იყო და სხვადასხვა ეპიკურელები დაიგმენ მერე და სწორედ ეპიკურელების გავლენით ნიუტონის მასწავლებლები იყვნენ და დეკარტესიც წარმოგიდგენთ ნიუტონის მასწავლებლები იყვნენ ეპიკურელის აი ეს ატომები წარმოიდგინეს და სივრცე ცარიელი სივრცე სადაც მოთავსებულია წერტილი ეს არის ნიუტონის სამყარო ეგეთია ეს არის სრული ეს გამრუდება და რაღაცები არ არსებობს მისთვის სივრცის გამრუდება და რაღაცა არის სრული სიცარიელე სიბრტყე ყველა მიმართულებით ერთი და იგივეა წინათ შეგიძლია წახვი უკან წამოხვიდე რაც არ ხდება მაგალითად იმავე პრიგოჟინის ქაოსის თეორიის მიხედვით და ეხლა უკვე სხვა დრო არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამით დაიწყო მეცნიერება და რო არა ეპიკურელები რომელიც ქრისტიანებმა მოსწეს გაანადგურეს ყარშენიფთული არის ეს დაფრინა დემოკრიტისგან ხო იცით რა ეს დაფრინავენ და ეპიკურე თვითონ დემოკრიტიდან იღებს ამას და ანუ ეპიკურე ხა მცირე აზიაში იყო მე თორსები ათენში გადავიდა თვითონ სახელს სწავლობდა მე ეპიკურე ციგნი მაქვს ხა ისის გადავკითხულობ იმასაც და მე ოღონდ მე ეს დეტალებს არ ვიმახსოვრებ მეგობრებო ჩემი ხასიათი ვისაც გაინტერესებს ვისაც გამათი მოუნდება მე არ ვიმახსოვრებ ეგეთ დეტალებს მე არ ვარ ბერძენიშვილი ან ის რომ ლევონ ბერძენიშვილი ან ვიღაცა თქვენ კლაუზნიკი ვიღაცები რა ახლა სიტყვებს იმარხვა და ამ სიტყვებს გეტა ბუღაძე ან სიტყვებით და ეს ინფორმაცია არის ტყუილი ინფორმაცია სულაც ამჭირდება ახსოვს 9 მივიღე რაღაცა ნიშნები მაკლდებოდა მაშინ როცა ღებულ არაზოს არ ვიცოდი მაგალითად წიგნი ვიცოდი თავიდან ბოლომდე მაგრამ სათაურები არ ვიცოდი იმ წიგნში ხო არის და მე კითხეოდა რაღაცას აზზე არ ვიყავე ეს სათაური წაგიკითხავს მე არა მე მკითხე და მე მივხვდა ტიპი რომ მე პროზოდ სათაურებს არ ვიმახსოვრებ არ ჭირდება სათაური წიგნში თავში თუ წერი რაც იმის სათაურა ჟანდამის ეცხლათმენ თუ გავიგე და ის ჩემში შემოვიდა როგორც გაგება რაღაცი მაინც ეს დეტალების დამახსოვრება ხო და ეს ყარშენიფთული არის რომ აი შეინიფთდება უკვე ეს ცალკეული დეტალები ხო ეს ცალკეული ატომები რა ანუ შეინიფთდა მაგალითად წყალბადის და წყლის წყალბადის და ჟანგბადის ატომი თქვა შეერთდა და მივიღეთ წყალი ხო შეინიფთდა წყლად რა და თქვა ესე რა თქვა და მაგრამ ამ დროს ეს კი არ შეინიფთდა უბრალოდ არამედ ყარად უკვე და მივიღეთ ჩვენ ეს გარკვეული სიმყარე რომელიც სიმყარესაც მე შეხებით და აქ მედის გრძნობების დაცვა მაგალითად რა მე რომ აი გრძნობას უნდა მივაქციოთ ყურადღება ესე იგი სხეულის ის შემოდის ფილოსოფია ქრისტიანება მოიტანეს სხეული არ ეპიკურე დანამტია იდედა анда საგანერა მკვიდრად ხო ესე გეუბნება რომ ეხლა თუ დაეჭუდიო რა და იმის ანგარით დაიღო რა გეუბნებიო ძმობა და ამიჯერეო რა მე ვიცადენი ამაზე ვისწავლე და გიყვები თეორიას ეხლა თუ წამოვიდა ყოველ ჯერზე ერთმანეთს ერთი არის ორი და ამისთვის დამჭირდა ჭხირები აი ერთი ჭხირი აიღე მეორე ჭხირი აიღე ეს ერთი ჭხირი ხო არის ერთი ეს მეორე ჭხირი არის ორი და დათვალე ერთ ჭხირს მეორე ჭხირი რომ მოდი რამდენი გამო ორი აი ეს არის ორი ყოველს ეს ხო არ დაიწყებს უმაღლეს მათემატიკაზე ლაბარაკობ არა მაგრამ მე გამოგიხდება მე ვიღაცა გეუბნება დავიწყოთ გამრავლების დაბული დაიდინა ხო და ოცა ადამიანს ამ ხელა შეურაცხყოფას მიაყენა და საინტერესო აქ ალგოგუმანი და როგორ სიტყვა როგორ უნდა აწარმო აი მაგალითად დღეს ახლა ინტერნეტი აღარ მაქვს და იმიტომ დავჯიქსავ და გაითიშა ეგ არის ლუდოვიკოსი და რესტელიო რამფოსები არიან ეგეთი უომობენ საბერძნეთში ხო და ეს ლუდოვიკოსი ამბობს რომ სტელიო რამფოსი ამბობს ესეთი მიდგომა აქვს საიდანაც მე ავიღე ჩემი ესე იგი ნუ ჩემი რომ დელიოზსაც ეგეთი მიდგომა აქვს მამალდაში ესე იგი რა შევა ი პლატონს რო გამარტავს კი არ გამარტავს პლატონს არამედ თუ პლატონზე წერს ძირითადად პლატონზე წერს ნეოპლატონიკოსებზე არისტოტელეზე იმდანად არა და ნუ პლატონი და მთელი მისი ციგნები სხვა სხვარაზეც მაგრამ ნუ ეგეთ და პლატონს რო განმარტავს ხო ეუბნებიან შენ რას წერო აი ზუსტად იმავეს რასაც მამარდაშვილს
მე ხა მამარდაშვილს და მაგას როგორ შევიდე რა ზუსტად მე რასაც მეუბნება ეხება შეიძლება ბიჭო მე ნოსელს რო ვკითხო და იქ ნოსელთან ერთად ვიგებ აი ამ საკითხს რომელიც ნოსელს არ ქონდა მაშინ თავისუფლების საკითხი ნოსელი არ განიხილავდა ავტექსუსიოს ეძახდა თვითმფლობელობას ეძახდა და არჩევითობას ეძახდა თავისუფლებას რომელიც ვიცით რომ აღარ არის ეს არჩევითობა არ არის თავისუფლება რეალურად წავად ნეიროკოგნიტურად ვაფშე ეგეთი არჩევითობა საერთოდ არ გავგვაჩინე ჩვენ თვითმწყობს ეგ რა არის ადამიანის თავისუფლება ეს დგას ფილოსოფიური საკითხი და აი აქ არის მეორე მომენტი რომ როგორ უნდა გააკეთო ხო და ამიტომ ნოსელის აი ამასთან ერთად ფიქრობ რაღაც აკითხს ხო და ნოსელი თუ გინდა შეგაი ადამიანი ადეგრეს აიგითხე მე ჩემთან რა გინდა მე რა მოკლე შინაარს გინდა მოგიყო თუ რა შენ ბებია ვარ და ზღაპრები გინდა მოგიყო თუ როგორ არის ეს ხო და აქ არის ლუდოვიკოსი უჩმახებს იმას რა ქვია სტელოს ლუდოვიკო კი არა ლუი მე-15 არა ლუდოვიკო რაღაც ნიკოლას ლუდოვიკოს არის ხო და ეს ეუბნება ჩვენო განაშებულია დღესო ახალი სიტყვებითო ეკლესიის საიდუმლოებას ეკლესიას რაც ცოდნა აქვს და დაგროვებული ის გამოთქვათ ჩემი ტიპი რას გეუბნება ეკლესია რაღაცა საიდუმლოება იქ არის რა რასიუ სერცემ რასი უმომნი პანიაც რასი другая стать გული ვერ გაიგებ გონებით რუსეთს ხაჩი თუ ნაგაიგო რითი უნდა გავეო პროჭით დეგერატის ენცი ოტუჩევი თუ რა დებილი და აი დებილობას იმეორებს ეს დებილი ლუდოვიკოსი რა და ეს ლუდოვიკოსი თქო მართლმადიდებლობის ბურჯად ნუ ამას რზენია ყველაფერი რა რაც კი შეიძლება დაუკავშირდეს აყურე ასამოს თუნდაც ეს თავს არ ვიტყვით ეს ლათინესია ლათინელია თავს არ ვიტყვით ბერძენ ბნელის სწავლა მოძღვრების ბნელი ამ შემთხვევაში ბნელი იმას ეძახდნენ ჰერაკლიტეს ბნელს ეს დაახლოებით ისეთი სიბნელეა რა სადაც აი მაგალითად გამოქვაბულში რომ შედიხარ რა და წამოდგინე ბევრი ოქრო ვერცხლია და იციო იქ არა მაგრამ ბნელა რა ვერ ხედავ ამ სიბნელიზე სიხრმეზე ლაპარაკი ამ სიბნელის ბნელის მისტიკა ნოსელსაც აქვს მაგალითად მე მართლმადიდებლობამ თლიან დაიწყეს ეს ბნელის მისტიკა მაგრამ რეალურად ბნელის მისტიკა ზიანი ღამე რომ არის მე უსტაველთან დაახლოებით ეგეთ რა თავს არ ვიტყვებ ბერძენ ბნელის სწავლა მოძღვრების ძნელი იქნება გადმოტანა ლათინურ ლექსით აქ ლექსიც წყობით ალბათ ლექსი სიტყვით რა ალბათ ლექსი ბერძნული სიტყვა და ნიშნავს სიტყვას რაც მთავარია მომიხდება სიტყვათა ძებნა აი იმ სიგნალს რომელიც ბერძნებს აქვს მე იმის სიტყვები უნდა მოუძებნო და ნახე რატო დასაბამში იყო სიტყვა ხო ლათინურ ლექსით სიტყვათა ძებნა და ღარიბ ენიზე გადმოცემა ახალ ცნებათა დააკვირდით ჩვენ შარინძეის ტექსტს და თუნდაც ედიშერს როგორ ამძღავენ და მეც რამდენჯერაც ამას მეღაბარაგებიან და ღარიბ ენიზე გადმოცემა ახალ ცნებათა დღეს ვეღარ იტყვი ლათინური ღარიბი ენა ხო იმიტომ რომ აი ესეთი ტიპები იყვნენ და შეძაი ლუდოვიკოსი ხა ეუბნება რომ ახალ ბერძნულ ენაზე და ახალ ენაზე ვარჩილო ის გადმოცემა მოდერნის დედა ტიპი ეუბნება რომ ახალი ერი და არაფერი რაფაელ კარილინის პონჩი რა ახალ ენაზე არ შეიძლება თარგმნა რა ილია მეორე რა თარგმნია ბერძნულად მეთქი ახალ ენაზე ბიბლია და სახარება და ერთი ამავე ატეხეს მაშინ ილიას აგინებ მოვიდა ზუზუ ხო მოვიდა მოწყვილი მომადო რა ხო და ნახე ხო ნიკუს რაღაცას ვიწერ რა ოკეი და მადლობა ხო ახალ ცნებად ეს ცნებას უწოდებს და ძნელია ხა მე არ ვიცი უნდა მქონდეს ეს ტექსტი ხო ლათინური რომ მქონდეს უკვე ლათინური ეს როგორ მე მივხვდები ცნება არის როგორ არის ბოლო გუგლი გაკეთვა და რაღაცები სიკეთე შენი და სიამე შენთან უტკბისი მეგობრობისა ძალას მატებს
რომ გადავლახო ყველა სიძნელე ღამეები თეთრად ვათიო საჭირო სიტყვის და გამოთქმის მოსაპოვებლად რომ შენი აზრი ნათელ სხივით გაბრწყინვებული ღრმად ჩასწუდებოდეს საგანთ არსის იდუმალებას. ზემე სიტყვები უნდა მოუძებნო აღზრული ჩვენი მეგობრობით. ესე იგი აგორაზე გასვლით გნებოდა. ორნი ერთად რო ვართ. და აი ამით მე რომ შემოქმედები და ვიღწვი რაღაცა შეიძლება რაღაცა არ მოვაჩინო. და მე შენ რაღაცა ისეთი სიტყვები გითხრა, რომელიც სიტყვებითაც მე ახალი სიტყვებმაზე რომ დაფიქრდები, შენ ჩაწუდები იმ საგანთა იდუმალებას, ესე იგი ბერძნებს რომ აფიქრა ეს. იდუმალებით ჩაწუდომილები ყურეს გულისხმობთ. ეს სიგნალებში რომ მე უკვე აქ ჩემი სიტყვით განათლებული, აი შენი სხივი არის ნათელი შენი აზრი, ნათელ სხივით გაბრწყინებული, ხმას ჩასწუდებოდეს საგანთ არსის მაგრამ რომ გამოქვაბულ სიგნალში რო შეყარ, გაბრწყინება ეს ბნელი, ხო ეს გამოქვაბული ხო ექსპერიმენტს ვაკეთებ მე აქ, ხო და ანუ მე მოდის თესლოვანი სიტყვები და რაღაცები, ნუ თესლის სიტყვა არის თესლოვანი და რაღაცებს ლაპარაკობს ეს მე ამას განავითარებ სტუალები. ხო და ნუ აქ მიდის და აქ კიდე მეორდება ეს რომ მენდეო რა ქალაქს ახარებს ჟრიამული ცელკ ბავშვ და გუნდეს ესენიო ეპიკურელებიო ნიჰილისტები არიანო ცხოვრება ძულთო მარტო თავის სიამოვნებაზე და ეგეთ ქალაქს ახარებს ჟრიამული ცელკ ბავშვ და გუნდეს დღეს ხშირ პოთლიანს კი ჭიკჭიკი დაფრენისი წართხა როგორ უყვარს სამყარო ათეისტია ხო სულის უკტაება არ ჯერა მაგრამ აი ხა ეგეთი ტექსტი მომიძებნეთ წვიდავებთან ანუ იმეს ესეთი არა გრიგოლ ღვთისმეტყველო და ბასილიდისთან არის კი თავიდან არის მაგრამ აი ოქროპირის ხანიდან რო იწყება და ასკეტებთან საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია და მე როგორ აღწერს ამას ლამაზად ფარამ სუყეს საძოვარ წამოწოლია ნებიერაძის თეთრი წვეთი სავსე ჯიგრინა გამოჟონა ბატკნები ციქვეს სუსტი ფეხები რბილ მდელოზე ხტიან ცელკობე თაბუ დამსხმელი თალკმ დასხმული დამათრობელი რძისა სიმწუხით სიმსუყით ბუნებას არ ეკარგება თუმცა ასე ჩანს რადგან იგი ქმნის ერთს რასმე მეორისაგან ერთის სიკვდილი შეიქმნება არსი მეორე ზეიმის ცოცხლისა ეს განწყობა განმოსწმულია ჩემს საყვარელ ეპიზოდს არ დაიდარდო ბავშვს რო დაინახავს რო კვდება რა და ფანჯარაში რო გაიხედავს შენ ხარ ვენახოს რომ ვერიან ეს ღვთისმშობლი საგალობელი ქართული საგალობელი ტრადიცია და რო გძელდება ბავშვებს მიაკთ თუნგი ეს ნაწარმოები დანელია მიუძღვნა და ბიჭი გარდაეცვალა შვილი ამ ნაწარმოებით ეთქვა რა და რო ის სიგნალში შედის მე რა თვითონ შედის სიგნალში ეს კაცი ეცნობს გადაიგდებს ეს შედის სიგნალში არაშინი აი ციცოცხლე ფასობს სიკვდილით ქრისტიანს კი რა დაემართა იცი როცა მარადიულობაზე ლაპარაკი არის მარადილო აიდიოტი თავად რაღაცას ლაპარაკი ბევრი მაგ ლაპარაკი მაგაზე თქვენთვისაც და ესა მე უკვე როცა დაიწყეს უკვე სკოლასტიკოსებმა კომერციის მარადილობას დაარქვეს ხანგრძლივობა მარადილობა გავოვიდა აი წინ გაწვდომა ნოსელებით რომ არა მაქსიმეს არა მაქსიმეს ნუ მაგარი რაღაცებია არა ნუ ბოლოს იმდენიც რომ გაფრთხილდა ეს ქრისტიანობა დაკარგა თავის ფილოსოფიური სიბრძნე სანამ ახალ ფილოსოფიურ სიბრძნეს მოძებნდნენ ისინი ეს ხანგრძლივ ღმერთი არის პროსტო დიდხანს ცხოვრობს ბევრი წამებია რა 1 2 3 4 5 6 წინ ის კი არა აი მარადილო როგორ აქ მოჭიმულია თუნდაც ეპიკურეს ან სტოელებს გასაგიჟებელი სადაც წინ უკან ზემოთ ქვემოთ დრო ყველა მიმართულებით არის ეს არის მარადილობა იცით რა არის მეგობრებო თვითონ რომ დედა თუ ისაც მკვდარი ყავთ ახლა ხო გარდაცვლილი დედა რო ყავთ მკვდარი და ის უკვე წარსულია და ის წარსული დედის ვარსკვლავი რომ თავზე დაგნათის და დღეს გინათებს ის წარსული კი არ არის დღესაც უცხარლია და გინათებს რო არა ის დედის ვარსკვლავი ამას ვაფშე აზრი არ ექნებოდა
ესევე მომავლიდან ახალი ნათება და ეს მუდმივი ტრიალია მანადიო. და უცებ ამის მერე ქრისტიანები შემოგრაღა ეტიკეტი, ანირინი ტუკარანა და ათამანა და მერე მიდიან იმაზე რა ქვია საუკუნიდან უკუნი სამდინ ერთი იყო ეს დაქნეული უდელი იმაში წინა ნიკოლოზი რაჯველი იყო წარმოშობით და ის ვერ ისწავლა უკუნი სამდეა ბიჭო უკუნი სამდინ იცახდაჭი ეს მაცხონოს და მისი ლოცვით მეც მაგრამ ყოველ მხრიდან ხომსუგრი ავსებს ხელს სიცარე ყოლარება ესნა ყარჩენი რთული და ეს მერე მოდის და ხშირად ეუბნება რომ ალღუგუმანი მაგალითად ეხა ეს ლუდოვიკოსი რო უტრაკებს იმას რამფო არის ცოტა მამარდაშვილს გავს რა რამფოს ეხა მოკლედ რო გითხრათ 60-იან წლებში წავიდა სორბონაში საბერძნეთიდან. საბერძნეთში დამთავრებული ჰქონდა იურიდიული ფაკულტეტი. შოულები ყავდა დედა მამა მეზღვაური ყავდა, დედა ყავდა სახლში. და ორი უფროსი და ის ერთ-ერთი და ჩააბარა უმაღლესში და სწავლა უყვარდა რა და იმ დამ ესე იგი სწავლის მოყოლმა და ამას მაშინ ქალების უმაღლესში ჩაბარება ძალიან დიდი ამბავი იყო რა ეს 50-იან წლებია. ეს საშინელი წლებია საბერძნეთისთვის რა იმას დიდთელი ემიგრაცია ახლა ამერიკაში რომ არიან სუმაქიდან მომდიან სამოქალაქო ომი გადაარჩინეს სტალინის დასავლელებმა და იწყება საბერძნეთში სამოქალაქო მეორე მსოფლიო ჯერ პირველი მსოფლიო ომი ორი ბალკანური ომი დამარცხება ნაწილობრივ გამარჯვება, ნაწილობრივ დამარცხება, უფრო გამარჯვება, მაგრამ მოიპოვეს მაინც რაღაც ნაწილი, მაგრამ ბევრი დაკარგეს, სმირნა დაკარგეს, ეს ქრიზოსტომოსი უყვები ეპისკოპოსი, რომელიც გენოციდს უწყობდა თურქებს, ჯერ გენოციდი ბულგარელებს მოუწყო ედესაში და მე წავიდა და გაეწაიყვანეს სმირნაში, იქ გენოციდს აწყობინებდა ხალხს ამ თურქების მიმართ, აკულებინებდა ამ თურქებს ბავშვებს, ქალებს და საშინელ დღეში ყავდა და თან მოუწოდებდა რომ მეხუთი შობელი წავიდეთ კონსტანტინოპოლში შეტევაზე გადადის რა იმიტომ რომ კონსტანტინოპოლმა დავიბრუნა ასე შეჟემის გადანენდეს ომები იქნება ყველა რაღაცის დაბრუნებები რო დავიწყო სომხებს ვაფშე ლონდონი მაგათ თავიანთი დაასწრებული მონე ну მოკლედ რაღაცა დაიწყეს ამ კონსტანტინოპოლში ამას გადაგებს იქ მეერი გაგიჟდა სპირნის ბიჭო რა შვებიო ძლის ხალხს ვაწყნარებო შევლიგდეთ თუ აქო თორე იქაც ბერძნები ცხოვრობენ სადაც თურქები არის მე ისინი გაიზინ დედას უტირებენ იქაურ ბერძნებს ნუაკეთებ ამას მოდის დემოკრატიული ქვეყნები გავაკეთოთ მოდი მე ერთმანეთში ვილაპარაკოთ ჟლეტ არა თქინდა ხო ამ დებილის აქ შეტევა აქ იმ თურქებზე გამოიწვია რომ იქ მე პონტიელები ტრაპეზონდეს პონტიელი შესავ 3-4 წელი ქონდა დამოუკიდებელი ქვეყანა გენიალური ქვეყანა კონსტიტუციებით რაღაცა პონტიოლესი ჩვენი ქართული ბერძნებიც არიან. იქ ბერძნებმა მე გაჟლიტეს თუთლიანად მე თურქებმა ამ დებილს და ეს დებილი წმინდანად შეერაცხეს ბართლომეოს. ეს ქრისტოსტომოსი. ხო? და ამან გამოიწვია მე წავიდა იქ ათენში არეულობა ხან მეფეს უნდა რომ იყოს ხან მეფე ვენისელუ ამისელუ სუსუსველუ ზოგი კომუნისტი ზოგი ფაშისტი ზოგი მეტაქსა ზოგი პრეტაქსა საშინელი რაღაც ხდება იქა და გორდ მეფე მეგონი კონსტანტინე ერქო თუ რაღაც არ ვიცი მეფებს იმისაც რომ ხალხისთვის გული მოეგო აგარას იფიქრო დავა ეხა შეუტიოთო სმირნიდან რომ წავიდეთ და ჯარებით და შეუტიოთო თურქებსო რა თურქები არაპირებდნენ ამ სმირნის აღებას უკვე სანახევროდ აღიარებული იყო ეს სმირნა როგორც მილიონობით ბერძენები ერთხელ იქნებოდა საბერძნეთის ნაწილი რა ხო წარმოგიდგენთ სირიაში რომ იქნებოდა ქრისტიანული ბერძნული ევროპული ქვეყანა ხო როგორც ხანარი იქნებოდა თურქეთი დღეს არა ის შეიძლება პონტოლების გადარჩენილიყვნენ იქ ვაფშე პონტოლებში რო თუ გადარჩებოდნენ იქ და თავიდან სახელმწიფოებმა და ჩვენი მეზობელი მეუღლეები იქნებოდნენ ბერძნები ქრისტიანული სამყარო ხო რა ვაფშე რა იხდებოდა ამის დეგენერატი ადამიანების გამო მოხდა მე ის რაც მოხდა რა მცირე აზიის კატასტროფა ხო ეს ბერძნები შეუტიეს მოკლედ ამ თურქებს და ამ თურქებმა კიდე რაღაცა იქ მოელაპარაკეს ამ ლენინთან რა და იქ
სომხების გენოციდიც უკვე მოხდარია, მაგრამ ნუ კიდე მოილაპარაკე რაღაცა მოილაპარაკეს მიწები გაიყოს გამოიყოს ლენინთან და ლენინმა მაყუთი მიცა ბევრი ფული ამათა შეიძლება ამუნიცია შეძინეს იარაღი და დაარტყეს აღშენ ბერძნებს გააცამტვერეს ჯარი და შემოვიდნენ აბსოლუტურად დაუცველ ქალაქში და რასაც მე ეს ქრისტოსტომუდი უკადაგებდა რომ უკენითო თურქებს ზუსტად ის უკნეს მე ბერძნებს მაგრამ არ ამთლიანად ეს რომ თლიანჯლეთდა იმათ ფრანგების ორი გემი მოადგა თუ სამი გემი, просто შეეცოდნენ ბერძნები. იმიტომ რომ ხელი ქონათ აღებული იმათ რა ქვია, ინგლისელებმა ამერიკელებმა თქვა ეს გიჟები არიან ეს ჩემს გან რომ ნახეს ასე ბერძნები აკეთებდნენ, ურჟლეტდნენ ხალხს, რომ ხელი აიღო ჩვენ ამო და არ ვეხმარებით, აღვანებთ თავშკვა უკლეთ შეუგნებელი იდიოტები არიან. მაგრამ ფრანგებს შეეცოდნენ და მოვიდნენ რა და წაიყვანეს ბავშვები და ქალები. და დანარჩენები მოხუცები, ბიჭები, 15 წლის ბიჭები ესენი წაიყვანეს უდაბნოში ვაფშე თლიანად გაწყდა. აი ეს მოიტანა ქრისტოსტომოს და ეს წინა რა შეერაცხეს. ოკეი, ესეთი ამას რა უყვები არ ვიცი, მაგრამ ნუ და მოგაი და ეს არის ხო და ეს ლუდოვიკოსი აი მიუხედავად ხო და ეს სტელო რამფოსი უყვები ეს ის პერიოდი არა ჯერ ეს პერიოდი მოხდა საშინელი 22 წელი ძლივს ბერძნები წარმოადგენენ ფეხს ეს გადატრიალებები აქვს განუტრიალე ხან მეფე მომდეს ხან მეფის ბიზნესში ხანის აღარც მახსოვს სწავლობდით საბერძნეთში და მე ბოლოს იქ ნაწილი დაიპყრეს ჯერ მუსოლინი მე ის მუსოლინი გააგდეს და მოვიდნენ მუსოლინთან რაღაცა პრობლემა მოვიდა და გერმანელებმა გაყარეს მუსოლინები მაგარი ფილმია ეს და ხო ერთი ფილმია მე ხმა დამოვიწყდა სახელი ერთი ამერიკელი ცნობილი მსახიობი თამაშობს ყველა ფილმში კოპოლას ძმისშვილი არის იტალიელს თამაშობს და პენელოპე კრუზი თამაშობს ბერძენ გოგოს მაგაზია ფილმი რა და ოპერა რო და რაღაც საკაი ფილმია რა ბერძნებზეა იგი ბერძნების კუნძულზე მეგონა სანდორინზე ხო და კარგი ფილმია სულთაში თუ გაგცაც შეიძლება მოძებნით და ნახე და გავლენ ეს იტალიელები მოვლენ გერმანელებიც მაგას კარგად არის დანახული რა რომ იტალიელები როგორ შეუყვარდება ბერძენ გოგოს ხელოვნური აქედან მოგდა და საშინელი ისტორია ბერძნებს და მე უკვე ნუ გაყარეს ნუ გაყარეს არა გამოყარეს ხო სმირნაზე სანახევროდ ყოდათ აღიარებული მაგრამ ეგრე ყონდა ზუსტად აღიარებული ალბანეთი და დროებით რა ნუ ვერ წყვეტდნენ ხა მე დავჟევით მოლაპარაკებდა დრო და ეს რომლებიც აი უკვე 22 წლის მოლაპარაკებების დროს იყვნენ აი დროებითად რაღაც ავტონომიერებად ან დროებით მთავრობები როცა იყვნენ სადაც იყვნენ რომელიც იყო დროებითი მთავრობა 22 წლისთვის იმათ დარჩათ მე ისინი გაფორდნენ და ალბანეთი ქვეყანა როგორც ასეთი პირველად თავის ისტორიაში შეიქმნა ახლა დღეს ალბანეთს ხო და ეს ამ დროს ეს ბერძნები მერე ნუ ასნია ხა ბერძენია და რა დავიდა კომუნისტების ხარეს. და მაგრამ ატყდა ომი სტალინს უნდა საბერძნეთი ძალიან სტალინმა ჯერ დათანხმდა თუმცა საბერძნეთის დამოუკიდებლობაზე პოლონეთის გერმანული დიდი ბევრი მიწების შესაძლოდ მაგრამ ატეხა სიტყვა ხა რუსი სტალინი რუსი რო სიტყვას როდის იყო რუსები რამე დაგაურს ასრულებდნენ რა რომ ამბობენ დღეს რუსებთან მოვილაპარაკე ბეხებზე არ გიდია შიჩო ბაზე ლენინთანაც მოვილაპარაკე და ბაზე სტალინთანაც მოვილაპარაკე მე აგერ იმას ბოლო ელციტანაც ელციტან თუმცა გამსახურემ გატეხა პირველი პირი როგორ პირი მაგრამ ნუ შევარდნაძე ხომ მოილაპარაკა მე და ის შევარდნაძე გაუტეხა პირი ხო ელცინ მაგრამ იმ წუთშივე რა ხელზვაწერდა და უპირტა ხა მაგრამ მორალი ხო არა ეხლა დღეს რომ დადე უკრაინამ რომ დადოს ხელშეკრულება არ გატეხავს თუ რა აზრი აქვს მასთან ხელშეკრულებას არა აქვს რა ეს ქურდული კანონებით კი არ არის აი რა ეგეთი კანონია რა რომ მთელი სოფლიო გვეკუთვნის ჩვენ ეგრე ფიქრობენ ბიზანტიელებით რუსები რა почему здесь он по-русски ხო ჩავლე ლიტვაში ლატვიაში და ლატვიელები თხოვენ რომ იმდენი მაინც ისწავლებო რომ ანკეტები და რაღაცა შეავსეო რომ გორგვაიცულებენო ეგენიო ჩვენო რომ ჩემი სახელია გვარი ლატვურად დაწერო ვისწავლოთ აბიჭურები
და რამდენი იყვნენ რუსები საქართველოში რომ ქართული ენა უკვე მეორე და მესამე თაობა ქართული ენა არის სწავლეს. ჩემი ძვისიდედრი იყო ეგეთი რა თქმა უნდა, მაგრამ ვაფშე დაბადებული იყო, გაზრდილი იყო საქართველოში და შვილები ქართველები ყავდა, ქმარი ქართველი ყავდა, ვაფშე ნაცსავი არ ყავდა. რუსი მაგრამ ქართული არის. ხო და ძულდა ქართველები. ხო და სამწუხაროდ. მაგრამ მე სხვადასხვა 9 აპრილი რომ მოხდა საქართველოს დაუჭირა მხარი მე. ეს ოჯახური არა და გამოვიდა ქუჩაში და დაუჭირა საქართველოს მხარი არა უცნაური ქალი. ძალიან ნიჭიერი ქალი, მეცნიერი პროფესორი. მაგრამ არის სწავლა ქართული რა, იმიტომ რომ დაბიოების ენა თითქლებოდა რა ქართული. ხო, ესე უყურებენ რუსები რა ქნან, ეგეთი მოდგმა და ჯიშია და ამურ აქნა, ეგრე ფიქრობენ. ხო, ძაღლების ენას ეძახდნენ ჩვენთან და ბერძნები ზუსტად ალბანელებმა რო თხოვეს წილას, ალბანურად ჩავატარებთო რა, ბიჭო, ხო, ამდენი მუსულმანი ყო. და შეიძლება ღვთისგმობა ალბანურად წების ჩატარება. როცა უგუნოზე ამავა. დღესაც ალბანელები ალბანურწირვას ატარებდნენ ალბანურად, კრეტადან ჩამოიყვანეს ჯარი და გენოციდი მოუწყეს შეყარეს მთელი სოფელი ეკლესიაში და დააწვეს. ბავშვები ან ქალები ან აღერძნენ. ხო, მის გამო რომ ალბანურ ენაზე წერაოდნენ. ნუ თავენ სახელმწიფო უნდა. და ამის ჩამდენები წმინდანებად რაც ხავს მე ბართლომეოზე. თუ კი გასაგებია ბენდერა ამისთვის წმინდანი ამის აგე პოლონეთსა და იმათ შორის მოგლა ჩვენი გმირი შევა სომხებისთვის ის იყოს მაგრამ ნუ ის მაინც გავაკეთოთ რომ თავს რო იცავ მაშინ რა არა მაგალითად ეს ქრისტოსტომოსი წმინდანი თვითონ შერაცხეს რომ არ დატოვა ქალაქი ნუ სად დატოვებდა ჯერ ერთი ის ტრაკი ქონდასაც წავიდოდა და მე რო მივიდა მაინც მერთან და ახალ მოსულ თურთან და თხოვა რომ ჩემი ხალხიო რა გთხოვ რომ გაუშვათო რა არ დაიჭირო და მე რა ვქნა ყალბი გაგიჟებულია შენზე და შენ რამ ბერძნებზე რას უკეთებდი თუ აკამდე აი ბატონო მე წინააღმდეგი არა ვარ მიდი მოელაპარაკე ხალხსო მე წინააღმდეგობას არ გაგიწევ მაგრამ ჩემი ჯარით ეხლა მე ჩემივე ხალხს ვერ დავხოცავ ჩემი სადვარჩი რომელი ხარ რა გარემოებით განსხვავდება ბერძენი თურქისაგან ერთი ქერათმელი დურსტვალება და მეორე შავია თუ რა ერთი ჯიჯი და ერთი ჯილაია ერთი ძმა იყო მუსულმანი მეორე იყო გრეგორიანელი თუ რაც ვეძახით ამ სომხებს და მესამე იყო სამი წმინდა ერთი სომხობდა ერთი ბერძნობდა ერთი თურქობდა ვინ რა იგი ეხლა ვის უნდა ესროლო იქ საკუთარ ხალხს არ გაწყვეტდა კი ბატონო პრობლემა არა მაქვს აგეროს მაგ გადიო მოელაპარაკე ბავშვები გაიყვანენ და წაედო მე არაფერი პრობლემა არა მაქვს ფრანგები რომ მოვიდა ხო გაატანა ეს ბავშვები მე რომ გავიდა რა და ეს ის არის ჩვენს გენოციდს რო გადაიღებდა და ჩვენი ბავშვების ლუგინში ჩაყოლას აი პირდაპირ არ ამბობდა ეს ქრისტოსტომე მაგრამ გავებულ ადამიანს რო ეტყვი მედი ღვთისნება ის რასიზმს მე ხო ვირიგი რო გადასულიყო აჩერდით ხალხო ხტო ერთი მოწყალეა ვაპატიოთ ქვეყანა აუშენოთ დემოკრატია და 42 წლის მერე ესე იგი რომ მოხდა ეს 55 წელს სტალინმა შემოაგდო გააგლიჯეს მე შუაზე ეს ქრისტოსტომას სომეხიც იყო სხვადასხვა მასთან ერთად სომეხი ეპისკოპოსი შევიდა სომეხის ისტორია არ ვიცი ხა როგორი იყო მაგრამ სომეხიც მოკლეს თუ არა მასთან ერთად არ ვიცი არ ვიცი მაგრამ ეს რომ მოკლეს ვიცი ალბათ ის სომეხიც მოკლეს მაგრამ არ ვიცი ალბათ ისიც მინდა არ თქვა ჩერა წყილი მაგრამ ის ამბობდა თურქების გაჟლეტას ნუ არ ვიცი ხო და ყოველ შემთხვევაში რაც მოხდა და მე ნუ 45 წლიდან 46 წლიდან დაიწყეს через იუგოსლავია თვითონ через იუგოსლავია ამარაგებდნენ ანტარტებს ეძახდნენ ნუ კომუნისტებს ეს ბერძნები ბერძნები ეს სტალინი და მე თვითონ რაღაცა მასაკნა ვეღარ ზუსტად არ ვიცი როგორ მოილაპარაკა რატომ მოილაპარაკა რაღაცა მოგეთ თვითონც და საკმაოდ დამოუკიდებელი სერბეთი ძალიან დამოუკიდებელი იყო საბჭოთა კავშირიდან სერბეთი იყო ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი აი ამ ბლოკში რა მაშინ სოციალისტურ ბლოკში
ხო, მეტნაკლებად შეინარჩუნეს დამოკიდებული, მაგრამ ეს მაშინო თვითონ მაშინო გააკეთა და яг მოთის ხო რანაირად იყო ეს იუგოსლავია, თქვენ 90 წლებში რაც მოხდა, თქვენ თვითონ ახლა აჯიში და ჯილაგის ეგეც მართლმადიდებლების რაც ჩაიდინეს რა გაუკეთეს იმ ხალხს გამოიყენეს რუსეთი და ეს ამ მართლმადიდებლების გამოყენება უნდა და სტალინს და გააკეთებდა ალბათ საბერძნეთიდან ისეთი ქვეყანას როგორც ალბანეთია რაღაცა. მაგრამ მივხვდა ამას თვითონ ახლა მე რომ ამას რო გადაულოცო საბერძნეთი და ამან საბერძნეთიდან უკვე შემოუტიოს მერე და აქედანაც შეუტიოს მართლა აიღეს ეს კონსტანტინოპოლს და მაშინ იუგოსლავია მთლიანად დაემონებოდა რუსებს უკვე და ეს უკვე აღარ უნდა ალბათ და ნუ მოკლედ გაუწყვიტა თორე 59 წელს უკვე ხელშეთანხმებაზე მიდიოდნენ რომ კომუნისტებს ბარდებოდა საბერძნეთი და გალეცილი გაუბედური 59 წელს დამთავრდა ეს ომი წარმოგიდგენია და მე ვწირავდი ესე იგი კასტრა თესალონიკში და კასტრაში არის შიგდით წინა ელეფთერის 15 დეკემბერს ალბათ ქართული 28 დეკემბერს არის დღეს 14-ში რაღაც აღარ მახსოვს იქ არის იყო პატარა ტაძარი რა საშინელი ესეთი იყო წყალი ჩადიოდა ცოტა სუციოდა ხოლმე და წელიწადში ერთხელ გვიწევდა წირის შედარება რა ელეფთეროსის დღეს და შევდიოდი შიგნით ის იყო საკანი სადაც ანტარქტიკა 2000-მდე ამბობენ არ ვიცი ხო 2000-ი მაგრამ მოკლედ რამდენი უდლები და ისინი ყავდათ იქ დახურეთილი ელეფთეროსის ტაძარი ქონდა პატიმრებს და თავისუფლება ელეფთერი თავისუფლებას და ელეფთეროს ევდროდნენ თავისუფლებას აუ თქვენ ვიქრო საკანი ნახოთ რა არის და ვაიმე ღმერთო გავბაღჭი რო ვიჯექი რუსეთის ჯარში ცივი კედლები ქვები და ერთ პატარა საგანში იმდენი იყო შეტენილი იყო ხალხი და ეს ფეხზე იდგნენ ანტარქტები რა თავის ვიბერძენ ხალხს რას უკეთებდნენ საშინელა გული მიწუხდებოდა შევდიოდი შიგნით რას გეფიცები რა აი ეს საშინელა გამოიარა საბერძნეთმა რა ამ პერიოდში ხო და მე ის რა ქვია და 50-იან წლებში ხო ეს საშინელი განცდები და შიმშილობა რაღაცა და ეს ტელიო რამფოსი მამა ყავდა ეს დედა ყავდა ეს მამამისი და დედამისი ორივე ძალიან კარგი მორწმუნეები იყო ძალიან და ეს ბავშვი გაიგო თავის არწმუნოებაში და ჩააბარა იმაში რა ქვია და იურდილზე დის გავლენით შემდეგ 60 წლებში წავიდა სორბონაში ფილოსოფია რო ესწავლა ფილოსოფია მოუნდა სორბონაში ჩავიდა იქ უკვე დააფიქსირა რომ ბერძენი იყო იქ ახლა ბერძენს უყურებდნენ როგორც მართლმადიდებელ თურქებს ხო ვიცი აი ძალიან ისე რა ნუ ცუდად უყურებს ამ დაბიო ესეთი ბერძნულს ხალხი რომელიც ფიზიკურად შეხედავ და ხა მაშინ ხო ჯერ კიდევ აიყო ეს შემოძინა ფიზიკურად შეხედავ რა ბერძენი კი არა რაღაც ხო ნუ არ იყვნენ რა მანდა მაინც პატივსაცემი მაგრამ ბერძნებმა შეძლეს ინტელიგენცია უკვე ადგილზეც დახვდეთ და ნუ მაგარ დონეზე გავიდნენ დაამტკიცეთ ყოველ შემთხვევაში შეძლეს ის რომ თავისი ბერძნობა რაღაცნაირად აიყვანეს მაღალ ეტაპზე და სწორედ თუ მე როცა დაჭირდათ ევროკავშირში მიღება 70-79 წელს ევროკავშირი ევროპა ის ევროპის კავშირია და მიიღეს ყოველდღიურად ბერძნები არიანო ბიჭო და აი ბერძნების ამ ინტელიგენტების გავლენით და რაღაცნაირად მოხერხდა აი ამ დიქტატურიდან ეხლა გამოსული ქვეყნის ევროკავშირში მიიღება ესე იგი დღეს რო გვეუბნებიან თქვენ საერთოდ არ ახარ რა მაშინ საბერძნეთი იყო მზად ну მიიღეს აი სწორედ ფრანგების გავლენით გერმანელებთან ამდენი იყვნენ და ფრანგების გავლენით მიიღეს რა ბიჭო ევროპაში კავშირი ვარ და საბერძნეთი არ უნდა იყოს ათენიო და ეს ყვებოდა ეს ტელეორამპო ამბობდა რომ მე მაშინ მივხვდიო რა საქმაშიო რომ პართენონას მნიშვნელობასო რომლის ეზოში მე ფეგურს დამაშავდი ბავშვი რო ვიყავი პართენონაზე დამაშავდა ის რა ჩოლებრივია ჩვენ რომ მეტეხს უყურებდით ხოლმე რა ფეგებს ეგვიგი ხო ესე თქვენში ნუ და მე გახდა ფილოსოფოსი, გახდა ძალიან მორწმუნე იყო და მთელი 90 წლებამდე ნეოპატრისტიკულ მიმდინარეობაში შევერე ზიზულას იანარასი ესენი ვინც არის მანთან ერთად მოღვაწეობდა ამ ნეოპატრისტიკულ რაღაცებს აწოვდა ეგზისტენციალურად გამარტავდა ასე იქ მაგრამ მე 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე რაღაცა მოხდა მას შეისწავლა კარგად ბერებზე იმაზე და მე უკვე იწყება რომ
არა, ჩვენ ვერ შევდეგითო ბერძნებიო. ვერც თანამედროვე ერად ვერ შევდეგითო, ვერც ერთი მართლმადიდებელი ხალხი ვერ შედგა თანამედროვე ერად. სულ რაღაც პრობლემები აქვს დღესაც და ასე შემდეგ. იგივე სერბებს, იმავე სერბებს, ყველას, ნელა მივდივართ, ალბათ რა ვიცი, ახლა ბერძნები უფრო ახლოს არიან, მაგრამ ამბობენ რომ საშინელება ხდება საბერძნეთში და რა ხდება, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ახლა ბერძნები ხარს უჭერენ, ესე იგი რომ დგება საკითხი, რომ ესე იგი სანქცირებული რუსეთის გემები ბენზინი რო გადააქვთ რა, რომ ესენი გააჩერონ არსად არ გაუშვენ, ბერძნები გამოდიან წინააღმდეგ, რომ ბენზინი გვინდა. ეგეთი ცალკე უნგრეთი, ცალკე ეგეთი ისინი არიან, ხო? მაგათგან რა გამოვა არ ვიცი. ისე რა ქვია, რავი, ეგრე აკეთებენ ყოველ შემთხვევაში, ეგრე დღეს ახლა ეგ დგას საკითხი. ხო და ამ ყველაფრის მერე ესე იგი სტელეორამფოსი იწყებს უკვე წიგნების წერას და ლაპარაკობს აი რომ ბიზანტიამ დაასამარა ბერძნული სული რა. ანუ ცოტა კი არის შემორჩენილი ბერძნებში ენის და რაღაც და ხა მაგას მე შეგვიძლია თქვა რომ ხა ბერძენი მაინც თავის კულტურით და ეთყობა აი თითოს დედას გებწევი ბერძენი ნორმალური ხა ეს საეკლესიო პირებს და ამებს ნუ შეხედა ეს ეკლესიაში საშინელებაა მაგრამ თვითონ ბერძენი რა მე ხო ცხოვრობდი და თვითონ იქ ურალო ბერძნები რომ არიან რა თუნდაც მორწმუნე თუნდაც არა მორწმუნე იქ ნახა იქ იგრძნობა მართლმადიდებლობა იქ მართლმადიდებლობა როგორ იქ იგრძნობა აი ეს რომ ესენი ბერძნები არიან აი არის რა ვერ გეტყვი აი მაგალითად ზუსტად ამ ბერძნების ეთნიკურად არიან ალბანელები 80% 60% მინიმუმ ალბანელები არიან არავინ არ ცხოვრობდა ბერძენი ათენშიც და იმაშიც თურქების გარდა განათავისუფლდნენ და ის აჯანყებაც არვანიტეს აჯანყებაც რომ მოხდა 1830 წელს უმეტესი ნაწილი იყვნენ ალბანელებმა დაიწყეს და რომ 4 ხმით მიიღეს რომ ესე ალბანური ენა უნდა ყოფილიყო თუ ბერძნული ენა უნდა ყოფილიყო მათი სახელმწიფო ენა რა 1821 წლის ომში და გადაწყვიტეს 4 ხმით რომ ბერძნული ყოფილიყო და მაინც იმიტომ რომ ათენია ძველი საბერძნეთი რა აქედან აი ესე მიღეს ვერ ნაციონალურად ალბანელები მე გაბერძნდნენ რა მაგრამ მე ეთნიკურად და გენეტიკურად კი არ ვიცახი მაგრამ აი ენიდან გამომდინარე ლანდშაფტიდან გამომდინარე რაღაცა კულტურული ელემენტებიდან როგორც ჩვენ ქართულს რაღაცა გვეტყობა ის ფარნავაზიც ალბათ ის შუშანიკიც ალბათ ის რუსთაველიც ალბათ რაღაც ქართულ სიმღერებში რაღაცებში რომ აი კახელს და გურულს რა აქვთ ხა ურის სხვა ეთნოსია ვაფშე დნმ-ისაც რო აიღო დნმ ხა კახელის და რო აიღო დნმ გურულის ან მეგრელის ნუ გუგულ და მეგელი და იმერლები ოკეი რაღაც ერთმანეთთან ნათესავენ ქართველები ნათესავენ იმერლებთან იმიტომ რომ იმერლებზე კოწიდებოდნენ იქ თებში და აი კახელები და იმას დანარჩენები იქით რომ არიან ბოლნისელებს და იმათ რა საერთო გვაქვს ხა ჩვენ ეთნიკურად ნუ რაღაცეთ გავართ ეხლა ავერიეთ მე-20 საუკუნეში ერთმანეთში მაგრამ ну ცოტა კი გვაქვს რაღაცა გელოგრამი და რაღაცა გენეტიკური რაღაც მაგრამ სხვა ისინი ვართ ხო ფიზიკურად შეხედეთ რა ანუ შეხედეთ მეგრელს და გუშტوارებას და თეთრო იმას და შეხედეთ კახელს ხო ყიზილბაშის განვერ განასხვავ უმეტესობას და როგორ არის ხა ეს ორი ეთნოსი რა მაგრამ აი ორივე ეთნოსს გვატარებთ აი რაღაცა ძველს არ ვიცი რას მაგრამ ნუ კახელი რო ქართველია ეხა მაგას ჭერებს არ შეეპარება და მეგრელი რო ქართველია ჭერებს არ გვეპარება ხო ნუ არის და всё მორჭა აი რო იგრძნობა რა როც არ უნდოდეს და რაღაცას ლაპარაკოდეს მეგრელი არა ვარ ქართველი შენ მაინც ცნობრო ის შენია რა ეს ვარ კარგი ვარ ცუდი ვარ ეს ვარ რა აი ესე იმ ბერძენთან რაც აღარ შინაგანი გრძნობა გეუფლება რომ არა ბიჭო აი რაღაცა გრძნობ იმ ნათელს რაღაც მათში აქვს და გინდა არ გინდა მე ამერის ნუ პატივისცემით განვიშჭვალები ამ ხალხის მიმართ შანსი არ არის ვარ განვიშჭვალო როგორც ერის ხალხის მოდგმის და ასე შემდეგ უფრო არაგენეტიკური მოდგმით არამედ როგორც კულტურული მოდგმით და ესეც ამისეთი ოჯახიდან არის სტელეორამფოსი მაგრამ ამბობს ეს კი გვაქვს ჩვენ მაგრამ აი მართლმადიდებლობა ეხლამდელი და განსაკუთრებით ბიზანტიური და განსაკუთრებით ეხლამდელი მართლმადიდებლობა ისიქაზმი და რაღაცა ამას ყველაფერს ანგრევს მაგრამ ვერ დაანგრია რა უმლი მუხასაოს პონჩი მღერის და ამ დროს სტელეორამფოსი ამბობს რომ აი ჩვენთან პიროვნების პრობლემა დგას რომ ესე იგი და აკრიტიკებს იზულას იანარას და აი ამ ნეოპატრისტიკულ პიროვნების თეოლოგიას აკრიტიკებს ძალიან ფუნდამენტურად და ძალიან კარგად და სწორად ისტორიული ფაქტებით და ყველაფრით არის მაგ ციგნი ვისაც უნდა შეუძლია ნახოს და მოიძიოს აგ სტელეორამფო ადიანოტო ტიპოტა
ესეთი არა, კაიმო ტუენუს. ხო, ადიანოიტო ტიპოთა სხვა არის, მაგრამ კაიმო ტუენუს. აი ეს იგი მოძებნეთ, წაიკითხეთ და იქ ნახავთ ზიზულაზე ერთი თავია თავიდან ბოლომდე. და რაც, აჩვენეს ეს პუნე, ვითომ აკრიტიკის რაღაცა დებილობები და აი ხა როგორც ლუდოვიკო გამოუხტა ეხა და ეხა როგორ შენო ახალ. ხო და რას აკეთებს ეხა ეს სტერილო რამფოსი. იმას ზუსტად რასაც ვამბობ ხოლმე, მოდი ერთად მაქსიმესთან ერთად ვიფიქროთ. მოდი ეხა პაპონთან მე ახლა მაქსიმესთან ერთად ვიფიქროთ. მოდი ვიფიქროთ გრიგორი ნოსელთან ერთად რა გამოვა ამისგან რა. და ამაზე ეუბნება ეს ლუდოვიკოსი რა არა ეგ არ შეიძლება, იმიტომ რომ იქ რაღაცა სიბზნეებია და იმის სიტყვით გამოთქმა არ შეიძლება. აბა მეცა ვერ გავიგე თუ სიტყვით ვერ გავიგე, აბა როგორ აქედო აქ ხედავ ეპიკურე რას ამბობს. კი, დიდი სიბზნე, მაგრამ სიტყვა უნდა გამოვქნათ სიტყვით. გავარაცინოთ შანსი არ არის სხვა. და აქ ნახეთ რა ამას ამბობს სხვა რაღაცი დავიწყო სხვაგან გადავედი და მორჩე, მაგრამ ამ თლიან კუპლეტს აგიკითხავთ მაშინ და ლამაზია და ამით მორჩები და აქ არის ეს დროის კაგება, აქ არის ის რაც ნამდვილი ფილოსოფიაში არის, მამრდაშვილის ნუგეშინია და აღორაზე გავიდეთ, ნუგეშინიათ ეს ნუგეშინი. იმჟე შეცდომის ნუღაგვეშინია, შეცდომა ცოდვა ისე რომ არ ცდილობ რომ გაიგო, თუ გაგებისკენ მიდიხარ და გეშლება ამას უკვე ღმერთი სიტყვა პატიოს, ესე იგი ღმერთი პატიოს, შეცდომა გაპატიებია უკვე. ესე რაღაცა ხო ფილოსოფიურად ვიჯობს ეს ქრისტეს მოწმე კი არა მამრდაშვილი. ხო და იმიტომ რომ ის ამბობს რომ აი ქრისტიანობაში აისახარა მაინც სახარებაში და მაშინ მაინც აისყირო 4 საუკუნეში განსაკუთრებით სამის ბერები შემოშლი გინდებოდნენ და ჯერ რომს დაანგრევდნენ და მე დაანგრევინებდნენ და მე ბიზანტიასაც მიაყოლებდნენ ზეთ ხოდე ხოჭ ეს ამ სიტუაციაში და სახარებაშიც უკვე აი ფილტრა ამას ყველა ვინც კი კეთილსინდისიერი ოდნავ მაინც კეთილსინდისიერი პლევარია ძველი ახალი აქმის უკვე უნივერსიტეტშიც გეუბნებიან რომ ნელ-ნელა იხოცებოდა რა ეს იწერებოდა გადაიწერებოდა გადმოიწერებოდა იქ ჩასორდებოდა აქ ჩამოსწორდებოდა რაღაცა ემოდებოდა რაღაცა რედაქცია ხდებოდა ესე მოახსეა მე-4 საუკუნიდან მე-4 საუკუნის ტექსტებიც არა რეალურად ხო მერანელი ტექსტები ბოლომდე ხო და მამრდაშვილი ამბობს რომ აი აქ მაინც დაწნეხილია ამ სიტყვებში, სახარების სიტყვებში, ახალ აქმას იმას პავლე მოციქულს თითქმის არ იყენებს, ახალ აქმას იყენებს და იქ ახალ აქმაში ამბობს რომ იქ რაღაც მთელი კულტურა, რაღაც მოცემულია ამ სიტყვებში დაწნეხილია, როგორც გაი სიტყვა შეუულია დაიტიოს რაღაცა და მე უკვე იმ სიტყვამ როცა შენ შემოა იმ სიტყვასთან ერთად უძალისხმევას მიმართ ეს სიტყვა გაანათებს შენში. ამას მაქსიმ ახსოვებელიც ამბობს მე რომ აი სიმღერითო ეს სიტყვები შემოდესო ადამიანშიო თან მიაქ მელოდიას ღვთის სიტყვა ადამიანის სიღრმეში ამიტომ უნდა იყოს გალობა კარგი და საიდანაც არ ეცადო მიზეს და ძებნას უნდა ცნო მაინც არსებობა სიცალიერის უნდა ცნო ესმის ის სხვა არ გამოდის უკეთ აქსიომას ეუნება, ანუ ეს აქსიომა დაუდოთო რა. და არა ერთი რამ საბუთი მქონდა მე კიდევ ჩემთან ნავთქვამთა სულ სიმართლის დასამოწმებლად. მაგრამ სრულიად საკმაოა ეს მცირე კვალიც. მიგითითე რაღაც ჰაერზე ლაპარაკს მაგრამ. ნუ რა თქმა უნდა დამტკიცებელი აფრის არ არის ზემოთ ამბობს, მაგრამ ეს ინტუიციით მიხვდით, რომ ნახე რა თაკეთებ ამ ინტუიციაზე. რომ სხვა დანარჩენ თვით შენ მისვდე მახულ გონებით. მე გეუბნები რაღაცას, მიგითითებ რაღაცას, აქსიომას დაგიტებ, რაღაცას მიგანიშნებ და მე შენ თვითონ უნდა გააკეთო რა. ეს მე იმის მე რაც მე ზიზული მადამ ზიზ ამტრაგის. მაგრამ სრულიად საკმაოა ეს მცირე კვალიც, რომ სხვა დანარჩენს თვით შენ მისვდე მახულ გონებით. ეს არის ფილოსოფია მეგობრებო. ახლა ეპიკურელს და ამაზე რო გელაპარაკებია, გეუბნებიან ატომები, მის ატომები ბეტონ არა, მამრდაშვილი მე სწორად გეუბნება რა, რომ
ბიჭო ეს იარაღია რა რაღაცის უფრო ღმის გამოსაცემა და ზოგი აი ამ ტექნიკით გადმოცეს ზოგი იმ ტექნიკით ზოგი ისიქასული ლოცვით გადმოცეს კი ბატონო არ ვარ მაგაზე ზოგი იმითი ზოგი ამითი ზოგი სიმღერით ზოგი ხატვით ზოგი იმითი მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მაღლა მაინც ფილოსოფია დგას ყველაზე მაღლა მაინც სიტყვა დგას იმенно დასაბამში იყო სიტყვა და სიტყვით შეიქმნა ეს სამყარო ისე ვით ხშირად მთისწვერვალზე მაძებარ ძაღლებს ხეცის ბუნაგი მოუნახავთ ტყით დაფარული რა კი ერთხელვე კვალი ჰპოვეს სორგზას დაადგნენ შენც ასე ერთი მეორისგან გამოიყვანე ლოგიკა აგეო ბიჭო ლოგიკა ეხმარეო დეგერეთ ლუდოვიკოს გეუნება იყო არა დებილია დეგერატის სუფთარა როგორ ეზიზღებათ ეს დასავლეთი და როგორ ეზიზღებათ მთელი სოფლიო ამ ლუდოვიკოსებს ამ ზიზულასებს და ამ რაღაცებს როგორი რევანში უნდა და დედამიწის დაპყრობა აი ეს რასაც რუსეთი ახლა აკეთებს რა რომ ყველაზე ამოგლეჯვა უნდა ვინც კი მათ ჭკუაზე არ დავის რომ წარსოფლო მაგათ ეკუთვნის რატო არ არიან ისეთები როგორიც თქვენი დედოებს რა სახით რა მოდერნია რა უცარი მოდერნის პოსტმოდ ყველაფერს როგორ ებძვიან ყველაფერს არა და აი ეს ეპიკურელები არის გითხეთ დღეს თუ თანამედროვე რამე გააქვს ელემენტ აი ხუდი გახურას ყველაფერი ამ ეპიკურელების და ამათი შედეგია მოდერნის შედეგია ყველაფერს სიამონებას იღებენ არიან ეტარებაში არიან თან ბრამხელა ხელფასები ბრამხელა ღიპები აქვს ბრამხელა ჯიპები ხართ არაფერს არ იკლებენ ტიპები რა სქვეყნო ამ სიამონებას რომელსაც ეს მოდერნი აძლევს და თან ძულთ იმიტომ რომ ამას ზღვნათ არ მოართლა ამიტომ ამ დროს ზღვნათ მიართვეს ჩემი გაი მხოლოდ იმიტომ რომ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და პერსონალა ისწავლეს რა ძალით ასწავლეს მაგათ ბაბუებს და ემად აი მე მყავს ეკლესიაში ხალხი ხიოდან გამოგდებული გვარები როკეში შეყვა ყურბან და რაღაცა გვარები აქვს და როგორ გადააკეთებინეს ბერძნები რო შევიდნენ 22 წელს ეგაგენა აფშნიოთ აქედან სულ ყველა მოუთხრა მის და ვის დარჩებითო მართლმადიდებლობას იღებთ ბერძნულენას სწავლობთ მართლმადიდებლურ გვარებს იღებთ და არანჟენი ნახვი ვინც არა წავიდნენ და ვინც დარჩენენ არც ერთ იმიტომ რომ 19 საუკუნეში მათთან ერთად დაჯაყდნენ სხვა ბერძნებთან ერთად დაჯაყდნენ ალბანელებთან აჯაყდნენ და ამარცხდნენ რა მაშინ და თურქებმა ვაფშე გენოციდი გაუკეთეს ყველა ბერძენი არ დატოვეს იქ და დარჩენები გააყარეს და ხიოველების იმიგრაცია ძალიან ბევრი არის თელ სოფლიოში რა აი 19 საუკუნიდან ჯერ კიდე ძალიან ცოტა ბერძენი დატოვეს რა იქ რა ვიცი ერთი ორი მოსახლეობად მოსამსახურებლად დაიტოვეს თურქებმა და ძირითადად თქვენ ებრაელები და სომხები სომხებიც გაყარეს ბერძენმა ანგა ბერძენი ხო ეს უცნაური ხალხი უშტვალება ბერძენის არ გინახავთ უშტვალება ბერძნები ცხოვრობენ სუფთა ებრაული და ებრაელები ცხოვრობდნენ პერა ეს სუფთა ებრაელი რა ნამდვილი ებრაელი უშტვალება პავლე მოწყუს აღწერენ უშტვალება დიცხი და მოგულუნი ფეხებით იყო ნუ როგორც აი სერიალები რომ არიან და რაღაცნაირად უშტვალებთ ისინი არის რაღაც პატარა მოჭი ფეხბურთს ყურებთ როგორები არიან რაღაცნაირად ხო აი ესეთები არიან იქაც რა შეხედო არიან ნუ შავები არიან ზირთად მუთხი შავები ისეთი შავები არიან აი არაფრით არ განსხვავდებიან ფერით სახისფერი ზანგებისაგან რა აი ეგვიპტელები და ისე რომ იმაძე კიდე შავები არიან მაგრამ ზოგი ეს თეთრის გამო ეს უკვე ალბათ ებრაელები იყვნენ არ ვიცი მაგრამ ზოგი იშვიათად გამოერევა ის ვითაც დაადგენა ხო პოვენში მაგრამ ბერძნობენ ხა და ვართ ხელი მოუმართო ძალგიც გონებით გაარღვიო ბურუსი ბნელი ყოლა ბნელზე ასე გონებით უნდა არღვიო ბნელი გამოიწვილი ჯერ ხო სხეულს როგორ იღებს რომ გრძნობა და ეს მთავარიაო და მატერიაო და სხვა მაგალითად პლატონი და არისტოტელეს ან ცოტა პრობლემატურია და ესენი აწვევიან რომ სხეული და გონება აი რომ ამბობს გონები გულის და გონების ერთი ანობა სემიტებმა რა სემიტა ეპიკურელებს აქვს რა და სტოილებს აქვს ბიჭო რატო იტყუებით სულ ეს ქრისტიანები მეც თქვენ შორის არ არის თან საჭირო ეს ტყუილი რა არ არის იმიტომ რომ აღჭირდება ეს ტყუილი რა შეგვიძლია სიმართლითაც მივწვდეთ იმიტომ ეს ხო ჩვენია რაც ბოლო რა
მithumetes am githargna am ketulma adamიანო შვენივრად ეს ხო ჩვენია რა ის მართლმადიდებლობაშიც უამრავი ბევრჯერ მithქვეთ ვიო მაქსიმესთან ეს აბსოლუტურ წორვას აღწევს ეს სინთეზი ქრისტიანობის და ვაფშე ფილოსოფიის და ჩემი აზრით მაქსიმე მართლმაში გააკეთა დელიოზმა ეხლა და ზუსტად მებადება ესეთი რომ ადამიანის და ეხაც გუშინ უსმენდი კიდე რომ აი ჩვენი მეცნიერება მიდის რომ ჭრისო და როგორცო კატლეტიდანო ფარშიდანო ხბოს ფარშიდანო ხბო კი შეიძლება ფარშად აქციო მაგრამ ფარშიდან ვერ შექმნი ხბოსო ისე თანამედროვე რომ მეცნიერება ტვინის დაშლიდანო ელემენტები და ვერ შექმნიო ტვინსო რა და ეს ბერგსონსაც აქ ეგრე თქვა აი დეტალი ჩვენ დეტალებს წავთ აი ჩავდივარ და მეც ვეღარ მინდა ის დეტალი მაგრამ იქიდან მაინც ვერ ავაწყობთ აქ ინტუიცია გჭირდება აქ იქნება ხა ინტუიციაზე ლაპარაკი ინტუიცია გჭირდება ადამიანს გუმანი გჭირდება რაღაცა პირველი მოხაზულობა გჭირდება პირველი ფორმა გჭირდება პირველი რაღაცით გაერთიანება გჭირდება მე აზროვნება აი ამას გეუბნება ეს სუ იყო ეს და ეს მაქსიმესთან არის მაგრამ უბრალოდ მე ვფიქრობ ხოლმე აი ბერძნებაც მიაღწიეს მე რომაელებიც მიაღწიეს მაქსიმუმს რისი გაგებად შეიძლება და იმათ სხვა გზით მიაღწიეს აი ადამიანს შეუძლია სამყარო შეიცნოს და თავისი ადგილი იპოვოს ამ სამყაროში როგორც ეპიკურელებმა გააკეთეს როგორც ინდოელებმა გააკეთეს როგორც მამადაშვილმა სამსახურში ინდოელებმა გააკეთეს მაგრამ მე მოდის უკვე აქ ჩერდება მეც ვეღარ მიდის წინ ადამიანი და მე ეცემა და მოდის შავი საუკუნეები ბუნელი საუკუნეაც ქრისტიანები ბუნელი საუკუნის მაწარმოებლები არის მაგრამ მე ქრისტიანობაში მოიკვეთ ამოიძერს ამოხეთქა და მაქსიმესთან დამასკელთან ხებულობ ბრწყინვალებას ფოტისტანაც დაახლოებით მაგრამ აი ფოტიდან მე ეწყება გრევა ისევ ჩაშვება არაბები მოვიდნენ მიაღწიეს და აი ხა თვითონ ადამიანმა მიაღწია ისევ იმას აღარც მეცნიერება აღარც აღარაფერი ვეღარ მივდივართ წინ რა რაღაც ჩვენ გონებას არ შეუძლიათ ალბათ ამას გულისხმობს ის ლუდოვიკოსი როცა ამოს წარსულშიო რაღაცა მაგრამ ძალით არ უნდა გაჩერდეს სწორედ გონებით უნდა მოხდეს ამის გარღვევა რა ვერ გავარღვიეთ კაცობრიობა მაგრამ იქნება ახლა გავარღვიოთ არ უნდა დავნებდეთ რა თორე გველოდება dark ages ბუნელი საუკუნეები და ამაზე ლაპარაკობენ უკვე მეცნიერები და ანთროპოლოგები და ნუ ჯერტი დემოგრაფიული პრობლემები გვაქვს მე კულტურული პრობლემა ამერიკა დამარცხდა პირველად ირანთან ჩინეთი მოდის ჩინეთს თვითონ დემოგრაფიული პრობლემა აქვს და სუფეხებზე კი არ დაგიბრუნოთ მეგობრებო ერთი ორი ჩინელი თუ ჩამოსახდება ხასებად და ბოზებად და თქვენ დედებს შვილებს ქალიშვილებს გაიხდიან ხასებად ის ჩინელები არ ჩამოვა იმ ჩინეთში ქალაქები აქვს დაშენებული და ცარიელი აქვს იმათ თავიანთი ეკონომიკა აქვს აქედან წაღება უნდა იგივე აფრიკიდან იმავე რუსეთიდან არ სახდებიან რუსეთში მიაქვთ და მეაქვთ ყველაფერი საშინელება იქნება მე ჩვენთვის მე რო ეტენებით იმ ჩინეთს და ალტერნატივა ამერიკის არის ამერიკის არა ფეხები ამერიკის და რომის ალტერნატივა ამერიკა არის ამ რომი ალტერნატივა არ არის კი პერფექტ არაფერი არ არის მაგრამ ალტერნატივა არის რუსეთი და პუტინი თუ გინდა დიყავდეთ კაცო მე აქ ვარ ის ვინც ხშირად ისტორიულად ვაძებარს აყლებს ხეზის ბუნაგი მონახავ ტყით დაფარული რაკი ერთხელ ვეკვალი პოვეს როდესაც დაადგენენ შენს ასეთ ერთი მეორისგან გამოიყვანე ძალგის გონებით გაარკვიო ბრუსი ბნელი გამოიწვლილო ყოველივე გამოიწვლილო აი რა ეს შესანიშნავი სიტყვა ხო საგაგონია გამოიწვლილო და დეტალურად გამოიკვლიო გამოწვლილობით გამოსედიშერი ხმაროს ხო გამოიწვლილო ყოველივე მისდეს სიმართლეს შენ თვითონ უნდა მისდეს სიმართლეს კი ვერ გასავლეო შენ თვითონ მე შემიძლია სიტყვა მოგწე გზა მოგწე გეზი მოგწე და დამიჭე ხო და სულ დამიჭერა ზიზულაზე ბიჭო ცოცხალო იყო და რაღაცა იქშევა ფუთხებდი სახეში მაგრამ აძირალას მაგას ბერძნული ერის და კულტურის ის რო და აპოლოგეტად რო იქცა და სოფლო მონათული თუ არ არის ადამიანები პიროვნულ ურთიერთობაში ვერ შედის ღმერთთან არა თუ ერთი მკვანა ღდელმა ვიღაცამ ბერძენმა ბერძნული წესი და მირონი არ გვეკუთვნის ჩვენ ქართველებს არ დაგავიწყდეთ ეს პროსტო თორე მირონი ჩვენ კონსტანტინოპოლიდან წავიღეთ
საერთოდ მირონი იქ ხარშევა მხოლოდ ბერძნულ ენაზე და ბერძენის მიერ ნაკურთხი მირონით ინათლება ადამიანი სხვანაირად ის პიროვნულ ურთიერთობაში ვერ შედის ზიზულასის თეოლოგიით მონათლის მერე ხდება თურმე ეს ყველაფერი თუ ვწდები მოძებნეთ მე გეუბნებით მეერე მაქვს დაგეთქული მეერე მაქვს აგებული თუ ვწდები კი ბატონო თქვენი აგერ ბუჩიგნის თქვენია თქვენი გონებას თქვენია და თქვენი ჭუჭუს თქვენია ეხლა იმას ვერ დაგიჭერხლე და ვერ გაგიყვანთ ტუალეტში მოკიდეთ ხელი და მიაფსით დედამიწას ძალგიც გონებით გაარღვიო ბურუსი ბნელი გამოიწვილო ყოველივე მისდეს ესეთი ენის პატრონი რო ვართ ამის დედავატირეთო ვინ ზიზულასი და რა ზიზულასი ჩემი რატო ემონებით ვიღაცეს ეს ხო მეკურებ თარგმნეთ არა ვინ შეუულია ეს თარგმნოს ბიჭო რამდენ ერს შეუულია ეს რო თარგმნო დედამიწაზე რამდენს ეყოფა სიტყვის მარაგი რო აი ესე თარგმნოს და ეგეთი გენიოსი დაგებადოს ვინც იყო ეს კაცი შენ კი თუ ისევ ყოყმანობ და ეჭვს შეუყრიხარ მაშინ პირდაპირ უნდა გითხრა ჩემო მემიუს სანამ დაუშლეთ ნაკადულად გადმოიყურება ჩემი გულიდან ახტა ცელულოს სიტყვათა მდინარე შიშობ მანამდე ჩვენ სხეულებს შეჰბოჭს სიბერე ჩვენი სიცოცხლის კავშირს იგი სრულიად დაშლის ვიდრე შეძლებდე ლექსის სიტყვით რომ გამომეთქვა ყველა საბუთი ერთ საკითხის დასამტკიცებლად სიტყვა არ ეყოფა უნდა მიიღოს უჯერ რაღაცა კუმანით იქრძნო რაღაცა და იმ კუმას მისდიო როგორც ახლები სულს აიკრავენ და მისდევენ აი ესე უნდა მისდიო გახსოვთ მე მამარდაშვილის პეროგი მადლენას ორცხობილო შტაბიშტიდება რაღაცა და მისდიე როცა გიძახის სამყარო უნდა აყოლებ მისდიე მამარდაშვილს რო გეუბნა ესე ფილოსოფია მისდიე მე მოგეცი სიტყვა ბიჭო და მისდიე მე ჩემთან რა აგინდა რო გამომიჭირო სიტყვაში და ჩამხატო ხალხის წინაშე და იცახო არა მაგას ვერ ხვდები მაგი რომ მითხარი და მაგას აპირებ მაგრამ რა ვთქო მაგას აპირებ იმიტომ ტუტუცი ხარ და არ გესმის როგორც მაშინ არ გესმოდა ქუჩაში რო შეხვდები რომ გიხსნიდი ორად გამოგდებული შიერი მწყურვალი ვიდექი და გელაპარ მომისმინეთ და გიჟი მეგონებოდ თვითონ მეთქვა არა ეგ პირველი არ არის მე გიჟი გონი ვარ მაგრამ ხო არა მაშინ დამდგარიყავი ბეჭი მეგობარო მაშინ მისულიყავით პატრიარქთან მაშინ ბიჭები შეკრებილი ყავით ბუდლები მოდი ეს კაცი ჩამოვიდა მოდი დავამშევთ ამ ადამიანს აგიჭის მამა ახლა მოხوارი ეგ 20 წლის ვერ მომადგა და მეურება მოდი ახლა დამიწყა მე მაშინ ხენდა მე უკვე დაწერილი ზიზულოსი 4 გვერდი არის რაღაცა მითითებული ლიტერატურა აი ვინ აკრიტიკებს როგორ აკრიტიკებს სად აკრიტიკებს უკვე მაშინ ხონდა დაწერილი და გამოქვეყნებული მაგას რო გიჟი ვეგონი მე ზიზულოსი არ იცოდა ვინ იყო მაგრამ მაშინაც გიჟი ვიყო და ეხაც მე ვარ გიჟი გაიგე აი ეხა უნდა საჯარო გამომიყვანოს გამაში ბოძზე გამაგრას არ გაგაკურებინებთ თავს იმიტომ რომ გამაკრა და მირტყად ჩემი ჩუჩელა იქნება ეს მე არ ვიქნები და მაგია ამჯერა მე რო ჩუჩხლიტოთ რაღაცებს და მე აქ მომივა მე ისე ვარ ავაჭილო ხოლმე ვერ გავაწო ვერ გამოვედი ერთი თვია ისე ცუდად ავარ ეს ისტერიული ლაპარაკიც იმიტომაკ კიდე არ მძინო ზღამეობი არ ვიცი რამე შვილი აუს ლაპარაკო და უფლი მასხავს მე შემცირდება მე არ მეძინება მე ფეხები გაყინული მაქვს ტანზე უფლი მასხავს და ისტერიულად მაპატიეთ ეს სკაბრეზის და გამოხდეთ თუ იმ პიჭვას მაპატიოს ისე ცუდად რა არ ვფიქრობ იმ პიჭს ესე ცუდად უბრალოდ თავს ვაძლევ ხოლმე უფლებას ლაპარაკის დროს რაც შეიძლება ემოციაში შევიდე იმიტომ რომ ემოციაში რომ შევიდე მე ამ ემოციას როგორც ეს ამოს რომ ამოუღვარო ყველაფერიო რა ის რაც არისო ამ სტილი ცხოვრება არ ეყოფა ერთი საკითხიც რო განვიხილოთ ერთი საკითხიც რო განვიხილოთო და
და მე რომ ამის ყველა მტკიცება მოგცეთო, მთელი ცხოვრება არ ეყოფა ის რაც შენ იგძენი ადამიანმა, იმის გამოსათქმელად არ ეყოფა მთელი ცხოვრება. ამაში კიდე სხვა სიბრძნეა ჩადებული. იცით რა სიბრძნეა მაგაში ჩადებული? ფილოსოფიური სიბრძნე. ერთი წუთით რო იცხოვროს ადამიანმა სამყაროში, ის უკვე იმდენ რამეს გაიგებს, აქ პლატონიც არის. იმდენ რამეს გაიგებს, რომ სამ ეთერნიტი არ ეყოფა, მარადიულობა დაჭირდება იმის შესასწავლად და გასაცნობიერებლად. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ამდენი ცხოვრება. და ვაფშე იმასაც არ აქვს მნიშვნელობა მარადიულობა არის თუ არა, შენ უკვე ყველაფერი იცი. შენ შეს ყველაფერი უკვე არის, შენ უკვე შედეგი. შენ უკვე მარადიული ხარ. შენ ამ სამყაროს განუყოფელი ნაწილი ხარ სამდეც სამყაროც რო არ იყოს შენი ფორმულა რომელიც დაიწერე რაღაცას დაფრინა ის უკვე შენ შედეგი შენ ხარ შენ ყველაფერი იცი მაგრამ სანამ აქ ცხოვრობთ მაგრამ მოდი ვიგოთ ვიკაიფოთ ვიცხოთ ბავშვები ჩიქჩი ფოთლები ჩიქჩი მოდი ვიმეგობროთ მოდი ერთმანეთს მოვისიყვარულოთ ის კი არა საჯაროდ გამოდი ბოძე გაგაკრა ჩაქდი და ტაკუნეს და სკეპლოს გითხრა რაც ასე მიპირებს ის კეთილი ადამიანი თაწყოს ჯერ კეთილი ადამიანია მართლა მართლა კაი ადამიანია, მაგრამ სულელია რა, აი სულელია, იმიტომ რომ საქართველოში